სიჩუმის თქვენს ნერვებზე თამაში. ფსიქოლოგიაში უამრავი მანიპულაციის საშუალებები არსებობს. გაიხსენებთ საკუთარ თავს, როდესაც ადამიანი გაიგნორებთ, არ გწერთ არაფერს, არ გეუბნებათ არაფერს, ზურგს გიშვერთ და თითქოს არ არსებობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და არასწორად მოგიქცათ, ამ სიჩუმის მანიპულირების პროცესში გექმნებათ განცდა იმისა, რომ მეც ხო რამე არ დავაშავე. ეჭვი გეპარებათ, დრო მიდის, რაც უფრო ბევრი დრო მიდის, მით უფრო მიჯაჭვული ხდებით ამ ადამიანზე. დროთა განმავლობაში შეიძლება ამ ადამიანის საქციელი გაამართლოთ და გადაწყვიტოთ, რომ ბოდიში მოუხადოთ, დიახ? იმიტომ რომ ეს საქციელი პირველად არ ხდება, არ მანიპულირებს თქვენზე პირველად, ანუ გაიგნორებთ, ზურგს გაგცევთ, დროს გაძლევთ, გალოდინებთ, მოკლედ, დაელოდოთ, ხო? და საკმაოდ დიდი დრო უნდა ელოდოთ, მას არ ანაღლებს ის, რომ თქვენ დიდ ემოციებში ხართ, რომ ღელავთ, რომ ნერვიულობთ, რომ განიცდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ადამიანს რეალურად მოსწონთ ეს პროცესი, გსჯით რაღაცის გამო, ან კიდე იცის, რომ სუსტი ხართ. რაც შეეხება სისუსტე, ეს ადამიანი ცდილობს თქვენს დასუსტებას. რაც ნიშნავს ეს? საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარათ. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარათ. მუდმივად დაკავებული ხართ ამ ადამიანზე ფიქრით, არა? პროდუქტიული ხართ, სამსახურში მიდიხართ, სულ იმაზე ფიქრობთ, რომ ვაიმე რა ხდება, რა გველი ცოლად მომიყვანს, გავყვები თუ არა ცოლად, საერთოდ გამომყვება ცოლად თუ არა, ანუ უყვარვარ დედას თუ არა, საერთოდ მომეწონე ამ დედამთილს თუ არა, რატოა ჩემზე დაიგნორირებული ეს პროცესები, რატოა ჩართული და სულ გაურკვევლობაში ხართ, რა ხდება? მე გამირკვევია. შეიძლება მე ვარ დამნაშავე. ვაი. დავსვათ ერთი კითხვა. ანუ ადეკვატური თვითშეფასების ადამიანი ესეთ ხაფანგებში ებმევა თუ არა? ესე იგი, ელოდები. პატიობ მუდმივად. საკუთარ თავს ადანაშაულებ ხანდახან, როცა არ ხარ დამნაშავე? და შეიძლება ითქვას, რომ შენ თვითდარწმუნებული ხარ? შეიძლება გონია, შეიძლება თვითდარწმუნებული ხარ, შენ სამსახურში ძალიან კარგი პროფესიონალი ხარ და ტექნიკი ხარ, ექიმი ხარ, მასწავლებელი ხარ. მაგრამ ურთიერთობებში შენ არ იცი რა არის რეალურად ჯანსაღი და ლაღი, გახსნილი ურთიერთობები. არის. და აი ამ წერტილში, აი ამ ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებული თემა უნდა გაირკვეს. საიდან მოდის ეს პრობლემა, ხო? რა მოდელი ქონდა ბავშვობაში? შენც ხომ არ გაიგნორებდნენ შემთხვევით? ცუდ ნიშანს რომ მიიღებდი და იგნორსოი დაიგნორებდნენ და მე შენ აღარ გელაპარაკები. ცუდი შვილი ხარ. და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო, ამ თემასთან დაკავშირებით დაფიქრდეთ. ხო? არავითარ შემთხვევაში მშობლებო არ დააიგნოროთ თქვენი შვილები. გამოახატვინეთ მათ ემოციები, სიმრაზეც კი მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ცდილობენ კონფლიქტში არ შემოვიდნენ, გაურბიან კონფლიქტებს და მე საკუთარ თავთან გაქვთ კონფლიქტი. გესმით, როცა უნდა იყოს დიალოგი, უნდა იყოს ის, რომ გავარკვიოთ თუ რა ხდება, დავასრულოთ, არ დავასრულოთ და მუდმივად გაქვთ ეს გაურების შეგრძნება. და ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზული პრობლემები, შფოთვები, შიშები, პანიკური შეტევები, ფსიქოსომატიკაც შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ შეიძლება თმები გცვივად, ხო, კანის პრობლემები, ანუ ვაგინალური პრობლემები მუდმივად არის ხოლმე, რომ ქალებს მუდმივი შფოთვის შედეგად, ანუ შეუთავსებლობის შედეგად აქვს ბოდიშით და მუდმივი რაღაც ანუ გამონადენია, წახვალ ერთხელ გინეკოლოგთან ორჯერ სამჯერ და მუდმივად გაწუხებს. საერთოდ გაითვალისწინეთ, ხო? დისჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ქალს აი ძალიან გზნობიარი აქვს ეს მისი ორგანო და გაითვალისწინეთ, აი დააკვირდით, ხო? სულ გაღიზიანებულია და შეიძლება ეჭვებიც გაქვთ, არ მყავათოს, მაგრამ არ გავალოთ, არავითარ შემთხვევაში არ გავალოთ. შეუთავსებლობა, თქვენი ფსიქიკა არაა დაალაგებული, სულ შფოთვებში ხართ, სულ ნერვებზე ხართ, სულ ნერვებზე ხართ და ასე შემდეგ. ანუ აუცილებელია ჩემო გოგო ბიჭებო. მამაკაცებს ეს სიმპტომები არ ეტყობა, იმიტომ რომ სადაც საკმაოდ გვიან გამოაშკარავდება ხოლმე, იმიტომ რომ დახურულია.
ელემენტარულად ტრიხამონის ქლამიდიის და ძალიან ბევრი დაავადების შედეგად ქალს უფრო ადრე აღმოუჩნდება ხოლმე სიმპტომები, ხო? შემაწუხებელი სიმპტომები, ვიდრე მამაკაცს, ხო? ვიცით ეს შემთხვევა შეიძლება არც კი ქონდეს არანაირი სიმპტომი ადამიანს, მამაკაცზე საუბარი. ქალებს უფრო გახსნილები ვართ და უფრო გვეტყობა ხოლმე. გაითვალისწინეთ ეს გოგოებო. და გირჩევთ აუცილებლად დაფიქრდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და აუცილებლად მოდით კონსულტაციაზე. სამოოთ მე გეკმავ სემინარებს, ანუ მისაწვდომი იქნება რა თქმა უნდა ყველასთვის, როგორ ავიღმაღლოთ შეფასება, ხო? როგორ ვიმოქმედოთ ესეთი კატეგორიის ადამიანებთან, მანიპულატორ ხალხთან, ხო? რა უნდა გავაკეთოთ და თუ სასწრაფოდ გსურთ ჩემთან კონსულტაცია, უნდა გადმოხვიდეთ ჩემთან Instagram-ზე, აუცილებლად.